ძალიან კარგი მეგობრებო. ჩვენი შემდეგი თავი არის მახარებლობის ოსტატური გეგმა. მინდა უთხრა იმათ, ვინც ჩანაწერს უსმენს ხოლმე, რომ ჩანაწერამდე ძალიან სერიოზული საუბრები მიდის ხოლმე და კარგია, როცა ჩვენ აი ამ განსაკუთრებულ დროს არ გამოუტოვებთ და არ დავეხრდნებით მხოლოდ იმას, რომ ჩანაწერი გვექნება, იმიტომ რომ ცოცხალ მოზიარეობას კიდე სხვა ბენეფიტები აქვს და სარგებელია, ასე ვთქვათ. მოდით ხოლმე სულიწმინდას, რომ დაგვეხმაროს და გააცოცხლოს ის, რაც ჭირდება მას, რომ აი ამ მოკლე თავის განმავლობაში იქნას ყურადღება გამახვილებული და ჩვენს გულებში დანერგილი უფალო მადლობა შენ. მადლობა შენი მაგალითისთვის. ძვირფასო სულიწმინდა, უშენოდ არაფერი შეგვიძლია. შენ უნდა გაგვახსენო ყველაფერი, რაც თავის დროზე უფალს უთქვამს. გაამზადო ჩვენი გულები. მოგცე სწორი მიმართულება, ღმერთო, მოგცე გაბედულება და შეგვძინო ნაყოფიერება. ამა ღმერთის სადიდებლად, იესო ქრისტეს სახელით. თითოეული დაკარგული სულის გადასარჩენად, ამ განსაკუთრებულ დროს, როდესაც ამერიკაშიც ბევრი ადამიანის გული შეიძრა და ბევრი ადამიანის გული შეიძლება გაიხსნა და გაფხვიერდა იმისთვის, რომ ახლა მიიღონ იესო ქრისტე როგორც პირადი მხსნელი და შეგვაძლებინე ღმერთო ჩვენ ბრუკლინის ეკლესიას, რომ ეს მომენტი გამოვიყენოთ, თუნდაც ეს კარლის კირკის მსხვერპლი ღმერთო უქმად არ იყოს ქართველების გადარჩენის საქმეში მთელი ამერიკის ტერიტორიის ფარგლებში. იესოს სახელით. ამინ. დიდება უფალს, აი ეს პირადი მაგალითის ძალა ჩვენ წეღან საუბარში ნაწილობრივ შევეხეთ ახალი ლიდერების წამოწევის საქმეში. დამოწაფების საქმეში რამხელა ძალა აქვს პირად მაგალითს და წეღანაც ვახსენე და აი ლაშამაცხაზე გაუსვა მე როგორი მნიშვნელოვანია. როცა დავდიოდით ქალაქ-ქალაქ დაყვავდა ჩვენი თანამსახურები, ვაძლევდით საშუალებას, რომ იქ მიიღოთ მონაწილეობა მსახურებებში და ჩვენს გაკვალულ გზაზე გაცილებით ადვილი იყო მათთვის საკუთარი თავის მიწუნა უფლის მსახურებისადმი და მე რაღაცა მომენტში როცა უფალმა ინება ჩვენ გამოვეცალეთ და ახლა ისინი აგრძელებენ ესტაფეტას და კარგი ის არის რომ ლიდერები კი არ მოაკლდათ, პირიქით მოემატათ. და 25-30 მეტრი არიან ახალგაზრდები და გამოდმებით დავაჩუმე კიდევაც ჯგუფი ახალგაზრდულის ლიდერების იმიტომ რომ ყოველ წუთას ვიღაცა რაღაცას აკეთებს, ვიღაცა რაღაცას კითხულობს, ვიღაცა რაღაცას აცხადებს და შევწუხდი უკვე ასე ვთქვათ, ისე ფუთფუთებენ და საქმეს აკეთებენ ახალგაზრდულში, ასე რომ დიდება ღმერთს გიო კითხვა გაქვს რამე? არა, ის აუნიშნე. ბევრი ახალგაზრდები ვარიან ლიდერები. ძალიან კარგი. პირადი მაგალითის ძალა. თუ წინამძღოლი არ აკეთებს, არც ხალხი იჩენს ინიციატივას. იესო მიწოდა რა იყო აუცილებელი. მეხუთე თავი არის დემონსტრირების ძალა, პირადი მაგალითის ძალა და ჩვენ აი შევხედავთ იესო რა ძირითად მაგალითებს აჩვენებდა, თუმცა ეს ამ თავში ახლა ნაკლებად არის ყველაფერი აღწერილი, მაგრამ ჩვენ ხედავთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ცოდვილებისადმი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მღვდელმთავრებისადმი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა უცხო ადამიანებისადმი, მოყვასისადმი, რა პასუხსცემდა, როცა ელაპარაკებოდნენ ჩაჭრის მიზნით იესო ქრისტეს. ამ ყველაფერს ხედავდა, როგორ ლოცულობდა ადამიანებისთვის. ამ ყველაფერს ხედავდა თითოეული მოწაფე და პირად მაგალითზე იზრდებოდნენ. ნახეთ რა საინტერესო იყო. იესო მათ ისეთი ლოცვითი ცხოვრების მაგალითი აჩვენა, რომ დაძალება კი არ დაჭირდა მოწაფეებისთვის, რა ლოცვა უნდა ისწავლოთ. მისი ცოცხალი მაგალითის მეშვეობით მოწაფეებში აღიძრა სურვილი, რომ მათაც ესწავლათ ლოცვა. აი ლუკას 11:1-ში წერია ერთხელ რომელიღაც ადგილას იყო და ლოცულობდა. აი ლოცულობდა იესო ქრისტე და როცა დაასრულა ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა უფალო გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს. აი
იესო ქრისტემ აჩვენა ფაქტიურად მოწაფეებს, რომ ლოცვა იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი, რაღაცა განსაკუთრებული ლოცვით ლოცულობდა. მერე ხედავდნენ, რომ ამ ლოცვას შედეგები მოყვებოდა, ხო? და ინტერესი გამოიწვია ამან მოწაფეების ცხოვრებაში. რა კარგია, როცა ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები ჩვენს მხუმრობებს, ჩვენს ლოცვას, ჩვენი მსახურების მანერას, ჩვენი ლაპარაკის მანერას იმდენად მიმზიდველად ნაყოფიერად ჩათვლიან, რომ მოუნდებათ ჩვენგან რაღაცა ისწავლონ. ეს არის პირადი მაგალითის ძალა. მამაო ჩვენოს ლოცვა იყო მარტივი მონახაზი. ეს არის სტრუქტურა, ჩონჩხი შეიძლება ითქვას, რომელიც მოწაფეებს შემდეგ უნდა განევრცოთ. თქმა უნდა, ეხა იესო ქრისტე, როდესაც მამაო ჩვენოს ლოცვას ასწავლიდა, სულიწმინდა თავისი ძალის ცხებდა, აი ამ სიტყვებში ისინი რა გამოცხადებებს ღებულობდნენ, როდესაც იესო ქრისტეს უსმენდნენ. ალბათ შეგვიძლია უბრალოდ წარმოვიდგინოთ, თორე აი როგორც თქვენ რაღაცა მუხლი გაქვთ წაკითხული წმინდა წერილში და მანამდე შეიძლება ბევრჯერ ჩაიქროლეთ, მაგრამ გამოცხადებით როცა მიიღეთ, ამ მუხლმა სულ სხვანაირი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე, მე დარწმუნებული ვარ, მამაო ჩვენოს აი ამ მოკლე ლოცვას რო ასწავლიდა მოწაფეებს იესო ქრისტე, ხო? იქ უამრავ გამოცხადებას ღებულობდნენ ისინი. საიდან უნდა დაეწყოთ ლოცვა, ადლიერებით წარდგომა, უფლის სახელის შექებით, განდიდებით, მისი ნების უმთავრეს წინაპლანზე წამოწევა და ასე შემდეგ. ეს იყო უბრალოდ მონახაზი, რასაც შემდეგ მოწაფეები ლოცვაში იყენებდნენ და ჩვენ სხვათა შორის სწავლებაც გვაქვს. მამაო ჩვენოს ლოცვა, არვის ლოცვა, ვასწავლით ხოლმე ლოცვას როგორ უნდა ილოცონ ადამიანებმა და თუ არ ვწდები მე ლოცვაზე თქვენთან ასაუბრებიც მაქვს ქადაგების პროცესში. 7 თუ 8 პუნქტი მაქვს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ლოცვის დროს და ამაზეც ვილაპარაკებთ მოგვიანებით, როცა მოგვეცემა. მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ წინამძღოლე თუ არ აკეთებს რაღაცას, უბრალოდ დავალება ადამიანებისთვის, ხო? ნაყოფიერი არ არის. აი წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ გამოუცხადოთ ბრუკლინის ეკლესიას, რომ აბა მეგობრებო, უნდა ვიმარხულოთ, სხვათა შორის მარხვაზეც მინდოდა თქვენთან საუბარი და შეხსენება, რომ არ უნდა დაგვაუწყდეს ახლა მომენტი არის და კვირაში ერთი დღე, ორ კვირაში ერთი დღე მაინც უნდა გამოვყოთ ჩვენი ბრუკლინის ეკლესიის ლოცვისთვის და მარხვისთვის. თუ შეგეძლებათ რომ კვირაში ერთი დღე იყოს, არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ დაავალო ვიღაც ხალხო, აბა იმარხულეთ, ილოცეთ, შეიკრიბეთ ხოლმე აქ და გამოვიდეს ლაშა, ან მაიკო, ან ზურა, ან გიორგი და დაავალოთ ხალხს მარიმ და მოვიდა ახლა ხალხი აღფრთოვანებული და ლიდერები იქ არ არის. ხოდა სადა ხართ? აი მე მეგობარმა დამირეკა და იქ გავედი ლაშამ თქვა, მაიკომ თქვა, იქ დაქალი მომივიდა და დადები მქონდა ჩასაცხობი და ვერ მოვედი. გიომ თქვა, აუ, კაი კლიენტია მომიგდო და წავედი და არავინ აღარ მოვიდა რა და ლიდერები თუ არ დაიწყებთ იმ თვირთის ზიდვას, სხვისთვის ეს შთამაგონებელი არ იქნება. ანუ გადამდები არის კარგი მაგალითი და პასუხისმგებლობის აზიარება შენთვისაც. ჩვენ მაგალითად ხო აი ეს არაერთხელ გვინახავს თბილისის ეკლესიაში, რომ აი როცა ლოცვის ჯგუფზე მაგალითად ლიდერები მივსულ ვარ და ღამე გაგვითენებია ლოცვაში, თითქმის მთელი ეკლესია იყო ღამისთევის ლოცვებზე. როცა მაგალითად ლიდერები მოუკლებდნენ და რაღაც მიზეზების გამო ვერ ვიქნებოდით, ხალხიც მიკნინდებოდა და მიიძინებდა და აღარ მოდიოდა ხო. პირადი მაგალითის ძალა არის შეუცვლელი. და იესო ქრისტემ კარგად დაჩვენა მოწაფეებს, სანამ მათ გადააბარებდა ამ უმნიშვნელოვანეს მსახურებას, რასაც ქვია ეშმაკის საქმეების დარღვევა და სულების გადარჩენა, რომ ლოცვა იყო ერთ-ერთი საკვანძო შემადგენელი. ზოგადად ეხა ჩვენ კომისკის სიქსაც რო შევისწავლით, იქ ჩანს, რომ მინიმუმ 9 საათი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ
ყოველ დღე და ჩვენ ანგარიშვალდებულის ფურცლებსაც გავაკეთებთ. ყოველ დღე 1 საათი მაინც უნდა ლოცულობდეს განსაკუთრებით ენებზე ადამიანი, რომელიც არის მსახურებაში ეკლესიაში. 1 საათი არის მინიმალური. ჩვენ ასე გვასწავლეს, რომ ეს შემთხვევითი არ იყო, როდესაც იესო ქრისტე მოწაფეებს უსაყვედურა, რომ თუ არ შეგეძლოთ 1 საათი მაინც გეფხიზლათო ჩემთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო. 1 საათი ლოცვა და მოწაფეები ხედავდნენ, რომ იესო ქრისტეს ცხებულების წყარო იყო ლოცვა. ლოცვის გარეშე იესო ქრისტე არაფერს არ აკეთებდა. სხვა ადგილას იესო ქრისტე ამბობს, რომ აი რასაც ლოცვაში მამა მიჩვენებს, გადიოდა უდაბურ ადგილებში და ლოცულობდა. აი წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მოწაფეები ისვენებენ და იესო წავიდა სადღაცა ნავით გავიდა გაღმა, წავიდა სადღაცა უდაბურ ადგილზე ლოცულობს და სადიხავი უფალო ეკითხებიან და აი ლოცულობდი და იმ დღეს ფრივის ვაჟიშვილი აღადგინა, იმ დღეს ვიღაცა განკურნა, იმ დღეს პური გაამრავლა და ვარა მაგარია და უცებ სულიწმინდა ახსენებს, რომ იცი რა, მაგარი იმითოა, რომ იესომ 2 საათი ილოცა აგერ, ჯერ რო გეძინა. და დაინახეს მოწაფეებმა, რომ ლოცვითი ცხოვრება იყო საყრდენი ღერძი ცხებულების. ჩვენ ვახსენეთ კიდეც წინაზე, როცა სულიწმინდასთან მოზიარეობაზე ვლაპარაკობდით, რომ ნიშნულობა არა აქვს შე რას იგრძნობ, როცა სულიწმინდასთან გაქვს მოზიარეობა, აი აქ სახში შეიძლება არაფერი განსაკუთრებული არ იგრძნო, მაგრამ გარეთ რო გადიხარ, ხო? იქ რაღაცა არჩევანის წინაშე რო დგები, იქ სულიწმინდას არ უჭირს შენთვის სწორი მიმართულების მოცემა. ვის დაურეკო, სად შეხვიდე, როგორი პასუხი გასცე რაღაცა, სად მოახდინო რაღაცის ინვესტირება, ვიღაცა რაღაცას გთხოვს, რა რეაგირება გქონდეს, იმიტომ რომ სულიწმინდას არ უჭირს შენთვის სწორი მიმართულების მოცემა, ვინაიდან შენ ეს ნალოცი გაქვს. გამოცხადებების მოცემა შენთვის არ უჭირს. იესო ქრისტემ იმ დროს კი არ დაიწყო ძებნა ღმერთის ნების, უნდა გაეცოცხლებინა თუ არა ფრივის ვაჟიშვილი. იმ დროს კი ნეტა უნდა არა დაფიქრდა და სულიწმინდას არ გაუჭირდა მისთვის მოწმობის მიცემა. შეიძლება მანამდე ღამეც ქონდა ნანახი ეს, როცა ლოცულობდა, რომ ხვალმკვდრის აღდგენა მოგიწევს და მზად იყავ. ზუსტად ეს როგორ მოხდა, არ ვიცი იესოს შემთხვევაში, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ყოფილა ეს მომენტი, რომ აი სულ უცხო ოჯახში მივედი, მე არ ვიცი იქ რო ქადაგება მომიწევს, შემომერტყა მთელი ოჯახი, გულში ვიგრძენი რომ უნდა ვიქადაგო, დავიწყე ქადაგება და ბებია აღმოჩნდა 40 წლის მორწმუნე, რომელიც ლოცულობდა და ხოვდა ღმერთს, რომ ბაპტისტური ეკლესიიდან, რომ მის ოჯახში ოდესმე ვინმე მოსულიყო და სიტყვა ეკადაგა და მის შვილიშვილებს მიიღოთ და მოხდა ეს ყველაფერი და მითხრა, რომ აი ამდენი ხანი ლოცულობდი და ახლა მოხდა ეს და როგორი მადლიერო, მოხუცი ქალი. და მე განსაკუთრებული გამოცხადებები არ მიმიღია. უბრალოდ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდი. ნალოცი ვიყავი, სულიერ ფორმაში ვიყავი და რომ მივედი და სულიწმინდა მაღზრა ჩემში ეს სურვილი, ხო? მე იქ რაღაცა მიზეზების მოყვანა კი არ დავიწყე ხა ჩემს გულში, რომ ხა უცხო ოჯახში ვარ, სხვა საქმეზე ვარ მოსული, აქ ხა ქადაგებას ხო არ დავიწყებ, როგორ გამიგებენ? არ გაუჭირდა ჩემთვის სულიწმინდას იმის ჩვენება, რომ აქ ეს უნდა გამეკეთებინა. მეორე შემთხვევაში სხვათა შორის ამ ქალმაც მითხრა, ეხლა გამახსენდა. ორი შემთხვევა იყო, როდესაც ასე მითხრეს. გუშინო ხილვაში მქონდაო, აი შვილო რომ შენ შემოხვედიო, აი აქ ესე იჯექი და ქადაგებდი. მეორე ლოგინა ჩავარდნილი რო იყო და რო ადგა, იმან მითხრა რომ გუშინ ღამე შემოხვედი ჩემთანო, აი აქ დამიჯექი, მელაპარაკებოდი და ლოცულობდი, აი როგორც მოახდინე. ეხლა გიცანიო რომ შენ იყავი ის გუში რომ მოვიდა. ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო, ჯერ ერთ-ერთი მეც 2-3 წლის მორწმუნე ვიყავი და საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? რატომ მოვხვდი იმ სახლში საერთოდ? ხო შეიძლება ჩვენ არც ერთს ვიცნობდი, არც მეორეს. ერთი უბანი მახსოვს გლდანში იყო და მეორე უბანიც კი არ მახსოვს სად ვიყავ. იმის მერე იმ სახლში აღარ ყოფილა. არც იმ სახლში, არც იმ სახლში. სახელებიც კი არ მახსოვს იმ ხალხის. მაგრამ სულიწმინდა მიცოდა, ლოცვაში ლაგდება ყველაფერი.
ლოცვაში შენც მგრძნობიარე ხდები და ღმერთს არ უჭირს, რომ ცხოს ღმერთს არ უჭირს, რომ შენი გული გაალღოს და სწორი გადაწყვეტილებები მიგაღებინოს. დღეს გლდანში წახვიდე თუ ორთაჭალაში, იქ წახვიდე თუ აქ წახვიდე. აი ამას წინათ გული კი არ დამწყდა, ეხლა მაინც გამეხარდა რომ წავედი უფლის სამსახურებლად, მაგრამ ერთი ადამიანი მთხოვდა ჩემი შვილისთვის ილოცე, ჩემი შვილისთვის ილოცე, ჩემი შვილისთვის ილოცე. აი მე უთხარი დილას გავიღვიძე, მე თქვი როგორ მივატოვო რა. პასტორები კასპში იყვნენ, აგარი თევზი რაღაცეები, მე არც ვიცოდი, მაგრამ ტელეფონი გავთიშე და რომ მირეკავდნენ ვეღარ დამიკავშირდი. ცოტა გული დამწყდა რომ იმას გამოვაკლდი და წავედი საავადმყოფოში, წავეყოლე 1-2 ძმა, მივედი როგორც იქნა. და არ გაინტერესებთ რა მოხდა? გამოსულა ის ავადმყოფი იქიდან, წასულა იქ მაღაზიაში, ერთი ბოთლი ვისკი მოუპარია, რომ მივედი ჩაფუშბუჟებული. აი, თქვენ გაგიმარჯვეთო, მითხრა რაღაცა ხამეცინა რა. ხო და ვერ მოვარტყი ერთი სიტყვით. ხანდახან ესეც ხდება ხოლმე. შეიძლება აი გულის განწყობას კი ძალიან მეზარებოდა ეხა იმ ხალს ვეღარ გაუტეხე ხათრი, მაგრამ ცოტა უფრო მეტი რძნობიარე რო ყოფილიყავი, ალბათ ვეთყოდი რომ მოდი რაღაცა დღეს გული არ მაქვს განწყობილი და ხვალ წამოვა. გასფშიც ვიქნებოდი ჩემს თანამსახურებთან ერთად. იქაც იმ ყველა არ მივიდოდი და ის კალიც არ შეერწყებოდა და ის ბიჭიც ნერვებს არ მომიშლიდა ყველა უბრალოდ. თან ორი კაცი გავიყოლე. ერთი სიტყვით ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო. შედეგების დადება ლოცვის შედეგად. თუ მოწაფეები ლოცვას არ ისწავლიდნენ, მათი ცხოვრება ფაქტია რომ ისე ვერ წარიმართებოდა, როგორც წარიმართა და იესო ქრისტემ აჩვენა მათ. მამა რასაც მიჩვენებს იმას ვაკეთებ. მამისგან რასაც მოვისმენ, იმას ვაკეთებ და სად ხედავდა ამას? ლოცვაში და იესო ქრისტე მიცოდა რომ ამის მაგალითი უნდა მიეცა. იესო რო წამოწოლილი ყოფილიყო და ეთქვა: "აბა ბიჭებო, თქვენ შემოგივლეთ, ახლა თქვენ ხართ ჩემი საქმის გამგრძელებლები. გადით ახლა ილოცეთ ეს კვირა, იმარხულეთ, მე ახლა უფალი ვარ და არ მჭირდება, აბა თქვენიცით." არა. რისი გაკეთებაც უნდოდა მოწაფეების ხელით. იმის მაგალითს აჩვენებდა თავის მოწაფეებს. თქვენს დაიმახსოვრეთ, როგორც ეკლესიის მსახურებმა, ეს თქვენი ეკლესიაა, თქვენი სახლია. თქვენი უმთავრესი მოწოდების ადგილია ახლა. ისევე როგორც ჩემთვისაც. ბრუკლინს მე და მაიკო ასე განვიხილავთ. მაგრამ ეს თქვენია, თქვენი ნაწილია და თქვენ აჩვენეთ ახლა თქვენი პირადი მაგალითით იმ ხალხს, ვისაც ემსახურებით, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული მსახურება და ცხოვრება. და შესაბამისად ეს მაგალითი იქნება ადამიანის. წმინდა წერილები ერთადერთი საფუძველი. იესო ყველა საკითხს გადაწყვეტისას წმინდა წერილს იშველიება. მოწაფეები პრაქტიკაში ხედავდნენ წერილების გამოყენებას მოწაფეებთან დიალოგისას. 4-ვე სახარებაში ძველი აღთქმის წერილები 66-ჯერ არის გამოყენებული. ანუ იესო ქრისტე მოწაფეებს რო ელაპარაკება სახარებებში, ჩვენ ხედავთ რომ 66-ჯერ გამოიყენა ძველი აღთქმიდან ადგილები. სხვებთან საუბრისას წერილებისადმი 90 მინიშნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ანუ აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა ეშმაკი უტარებდა გამოცდას იესო ქრისტეს. მისი პასუხი რა იყო? დაწერილია. ნახეთ როგორი მაგალითი მოგცა, ხო? უბრალოდ რაღაცა კი არ მოიყვანა. იესო ქრისტემ აჩვენა, რომ მისი მსახურება, მისი ცხოვრება, მისი ღირებულებები, მისი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა წმინდა წერილს. ერთხელ ჩემს მეგობართან ვიყავი სუფრაზე მიპატიჟებული და იქ იყო გიორგი ნემსაძე ფეხბურთელი რო იყო, იმისი მეუღლე. ხო და მათ სამი შვილი ყავთ რაღაცა და უიო ბავშვთან რომ კაცრი საუბარი არ შეიძლებაო, დასჯა არ შეიძლებაო რაღაცა და მე უთხარი, მეთქი წურთნი მეთქი, როგორ შეიძლებაო ესო ბავშვის უფლებების დარღვევაო რაღაცა იქით-აქეთ და ნუ ეხა რატომღაც ეხა არ დავიწყე ბიბლიით ხმალაობა ეგრევე. ჩემმა იმ მურწმუნო მეგობარმა მითხრა მერე რომ
ბიჭო, რატო არ უთხარიო ბიბლიაში რო წერიაო? უთხარიო რა. ბიბლიაში რო წერიაო, რომ ბავშვის წვრთნა მოსაწონია უფლისათვისო, წკეპლაც უნდა მოცხო ხანდახანო. ესო უთხარიო, იმიტომ რომ მე ამას მოველოდებოდიო შენგან რა. და სხვათა შორის გულზე მომხვდა მე იმ გოგოს ბიბლიას ვაჩუქებ მეგობრობთ ახლა. არაერთხელ შევხვდი და ასე შემდეგ მის ქმარსაც ვიცნობ გიორგისაც და რაღაცა და ბიბლიას ვაჩუქე და ყველაფერი და იციან ვინც ვარ და რაც ვარ, მაგრამ იმ მომენტში რატომღაც პირიქით უკან დავიხიე, მაგრამ იესო ქრისტე ყველა სიტუაციაში, ყველა მდგომარეობაში, ხო? თვალნათლივ იყენებდა აი ამ მომენტს, რომ ხაზი გაესვა, რომ მისი აზრი, მისი შეხედულება ეფუძნებოდა არა მის პირად ადამიანურ გამოცდილებას, არამედ წმინდა წერილს. დაწერილია ესე. ეს ღმერთმა თქვა ასე. ეს ღმერთის ღირებულებაა. და ეს უნდა გაუჯდეს ადამიანებს ძვალსა და რბილში, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ აღმოჩენილ ვართ სიტუაციაში, რომ ადამიანები ღებულობენ თვითნებურ გადაწყვეტილებას და წმინდა წერილს პატივს არ სცემენ. აი ჩვენ ეკლესიაში იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ქალი გაშორდა ქმარს, გადმოვიდა ჩვენ ეკლესიაში. ქმარმა ცალკე გაიჩინა ვიღაცა, ამან კიდე ცალკე და რომ ვეუბნეოდით, რომ კარგი რა, ეხლა სახურებაზე გაქვს პრეტენზია, გინდა რომ ეკლესიაში იყო და ემსახურო ღმერთს და რას აკეთებ ეს? რა არის და როგორ ღმერთს არ უყვარვა, როგორ ვეუბნეოდ? კი უყვარხარ ვეუბნეოდ. მე ღმერთს არ უნდაო რომ ბედნიერები ხო? უნდა ძალიან. მე უფლება არ მაქვს რომ ბედნიერები ვიყო. მე ამ კაცთან მინდა რომ ბედნიერები ვიყო და იმ კაცს ცოლი მიატოვებინა და ასე ვთქვათ, იმასთან დაიწყო თანაცხოვრება. და რა იყო ჩვენი დასაყრდენი, როცა ამ კაცს ველაპარაკებოდით? არა ჩვენი პირადი აზრი, არამედ დასაყრდენი იყო წმინდა წერილი. მაგრამ იმ ადამიანის ტვინში ეს ვერ მოთავსდა, იმიტომ რომ იქ სადაც ის ჩამოყალიბდა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა სული წმინდით ენებზე ლოცვა დაიწყო და ღვთელმა გამოგვიგზავნა. იქ მას თავიდანვე არ ასწავლეს, რომ წმინდა წერილი არის ერთადერთი ავტორიტეტი. იქ ჯვრის აყრაც მოსული არის ახლა. ყველგან არა, მაგრამ ზოგიერთი მღვდელი სამწუხაროდ ამას აპრაქტიცირებს. განშორება ოფიციალურად აკრის ჯვარს და მერე შეგიძლია სხვაზეც ისკნა და მისთვის ეს ტვინში ასე არ იყო, რომ წმინდა წერილი არის უზენაესი ავტორიტეტი, მაგრამ იესო ქრისტემ მოწაფეებს დაანახა და რატომ დაანახა? ეს ჩვენთვისაც მაგალითია. ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი რამე გადავწყვიტოთ, რაც წმინდა წერილში გაჟღერებულ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. გამორიცხულია ეს ამბავი. და ჩვენ როგორც მსახურებმა ჩვენთვისაც უნდა ვიცოდეთ ეს და სხვებსაც უნდა ვაჩვენებდეთ და იესო ქრისტემ ეს არაჩვეულებრივად აჩვენა პირადი მსახურების მაგალითზე თავის მოწაფეებს, რომ ლოცვა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღერძი და წმინდა წერილი იმისათვის, რომ მსახურება გაეციათ. გარკვევით ჩანდა, რომ წერილებში დაწერილი და ქრისტეს მიერ თქმული სიტყვა ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებოდნენ, არამედ ავსებდნენ. აი რატომ აფასებდნენ მოწაფეები იესოს სწავლებას. რადგან მისი სიტყვები წერილების ანალოგია იყო. მოწაფეთათვის ამან ქრისტეს რწმენის საფუძვლები წარმოშვა. უფრო მეტიც, მათთვის გაცხადებული იქნა ის, რომ როდესაც უფალი დედამიწას დატოვებდა, მასთან სულით ურთიერთობის გასაგრძელებლად მოწაფეები სიტყვაში უნდა დარჩენილიყვნენ. იოანეს 15:7-ში წერია: თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ. ნახეთ, როგორი განწყობით დატოვა მოწაფეები იესო ქრისტემ. ჯერ ერთი აი წარმოიდგინეთ, რომ გამოვიდეს ახლა მაიკო იქ და თქვას, რომ აბა მეგობრებო, ჩვენ უნდა ვილოცოთ დღეში როგორც მინიმუმ 30 წუთი, დღეში 1 საათი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცხებულება ლოცვის გარეშე არ მოდის და შემდეგ ვიღაცამ დაუსვას კითხვა. ქალბატონო მაია, თქვენ ლოცულობთ ხო ყოველდღე პოულობთ ხო დროს მიუხედავად იმისა, რომ მუშაობთ, ხან ღამეებს ათენებ და მაიკო რო ჩაფიქრდეს და იცი რა? ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში 1 საათი მაინც გამომდის ლოცვა.
ვირაში არა, სიტყვაზე ვიძახი, მაგალითად მოყავს, მაიკო. რა ძალა ექნება მაიკოს შეგონებას, რომ ყოველდღე უნდა ვილოცოთ, ყოველდღე უნდა კონდეს მოზიარება ლოცვითი უფალთან სხვა მოწაფეებისადმი, თუ მისი საქმე და სიტყვა ერთმანეთს არ დაემთხვა. როდის ექნება ამას ძალა? როცა ყველას ეცოდინება, რომ მაიკო ყოველდღე თვითონ ლოცულობს, მაიკო ერთგულია ამ საქმეში, თვითონაც მოტივირებულები იქნებიან. აი იესო ქრისტეს ნახეთ აქ როგორ წერია? იესო ქრისტეს სიტყვა და საქმე ერთმანეთის ანალოგიური იყო. მაიკო რო ყველა ლოცვის ჯგუფში არ დადიოდეს, მაშინ სხვებისთვის ეს არ იქნებოდა დამამოტივირებელი, მაგრამ ის რო დადის, ის რო პასუხისმგებლობით ეკიდება, ყოველ კვირას რო ლოცვის ჯგუფში მოდის და თავის საქმეს აკეთებს, სხვა ადამიანებიც ამას თვლიან მნიშვნელოვნად. აი ასე მოწაფეებმა დაინახეს, რომ იესო ქრისტე რასაც ლაპარაკობდა, იმის მიხედვით ცხოვრობდა. უბრალოდ კი არ ამბობდა, რომ წერილებში დაწერილი მნიშვნელოვანია. მან ეს წერილები აქტიურად 100%-ით შეასრულა თავის ცხოვრებაში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ისინიც ხვდებოდნენ, რომ თუ უნდოდათ, რომ მათი სიტყვაც ისეთი ძლევამოსილი და ეფექტიანი და ნაყოფიერი ყოფილიყო, როგორც იესო ქრისტეს სიტყვა იყო და იესო ქრისტემ თქვა კიდევაც საქმეებს ჩემზე მეცაც გააკეთებთ. ისინიც ფაქტიურად ერთგულები უნდა ყოფილიყვნენ თავიანთი სწავლებისა და ნათქვამი სიტყვისა, როგორც იესო რასაც ასწავლიდა იმაში. ცხოვრობდა მოწაფეებიც რის სწავლებასაც მოკიდებდნენ ხელს, თვითონაც უნდა ყოფილიყვნენ ერთგულები ამაში და საყრდენი იყო იესო ქრისტესთვის წერილები. და მოწაფეებისთვის წერილები და ქრისტეს ნათქვამი სიტყვა, რაც ჩვენთვის მერე ისევ წერილებად გარდაიქმნა. კიდევ ერთი მაგალითი, რაზეც იესო ქრისტე ყურადღებას ამახვილებდა და აძლევდა მოწაფეებს, ეს იყო სულების მოპოვება. ყველა მისი სწავლება, ყველა მისი შეგონება, ყველა მისი იგავი, ყველა მისი მოქმედება პირდაპირ ჯდებოდა ამ უმთავრესი მისიის აღსრულების საქმეში. ეს იყო სულების მოძებნა და გადარჩენა. იესოს პირადი ცხოვრების წესი, მისი ხასიათის გამოვლინება მოწაფეების შესაგონებლად იყო მიმართული, მაგრამ უფლის მიზნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის სულების მოპოვების სწავლება გახლდათ. პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა და აკეთებდა, მათ სამახარებლო საქმესთან იყო დაკავშირებული. ნახეთ, ერთხელ სოფელში არ შეუშვეს იესო ქრისტე და მოწაფეებმა ალღო ვერ აუღეს და უთხრეს იესო ქრისტეს, მოდი ახლა ცეცხლს მოუხმო და გავანადგურებთ ამ სოფელს და იესომ უთხრა, ვერ ხვდებით, ვისი სულისანი ხართ? ვერ ხვდებით, რომ ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, ვიღაცამ ჩემი სწავლება მოისმინოს, ან მე მსახურება გავწიო. ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რომ მე მოვიქცე სწორად მხოლოდ. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ამის შედეგი იყოს ადამიანების არა დაღუპვა, არამედ გადარჩენა. ამაო იქნება ყველა თქვენი გადაგება, ყველა თქვენი ლოცვა, ყველა თქვენი მსხვერპლშეწირვა, თუ ამის შედეგი არ იქნება ადამიანების გადარჩენა. ვინაიდან ჩვენი საყვარელი მუხლია, ხო? შეიძლება ითქვას, რომ ბრუკლინის ეკლესიის დევიზი უნდა გახდეს ეს მუხლი. ვინაიდან ძეკაცისა დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა. ისე უყვარდა მამას და უყვარს ქვეყნიერება, რომ თავისი ძე გამოიმეტა ამ ქვეყნიერების გადასარჩენად. ყველაფერი ჩვენი სიმღერები, პიანინოს შეძენა, შესაწირი, ლობიანის მოტანა, ვიღაცისთვის დარეკა, ვიღაცისთვის მოყვანა, მოპატიჟება, სამღაცა ბუკლეტის დაბეჭდა, დარიგება, გადაგება, არ ვიცი რა. სადღაც მოზიარეობისათვის ტყეში გასვლა, ბუნებაში გასვლა. რა ვიცი, რას ვაკეთებთ? ხო, ფეხბურთს თამაშობთ თუ რას ვაკეთებთ? ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ უფლისთვის და უფლის უმთავრესი მიზანი რა იყო? დაკარგულის მოძებნა და გადარჩენა. შენ თუ უფლისთვის რამე გინდა გააკეთო, მოიწიე დაკარგული და გადაარჩინე. და ამას
სუფრის გაშლით გააკეთებ, აი მაიკომიცის არაჩვეულებრივი გამასპინძლება. ლოცვის ჯგუფში წასვლით გააკეთებ, ვიღაცის მოკითხვით გააკეთებ, ვიღაცას ბუნებაში დაპატიჟებით გააკეთებ, ფეხბურთის წრე გექნებათ ბიჭებს და იმ ფეხბურთზე სხვადასხვა ქართველებს დაპატიჟებ და ჩვენ აქ ტურნირებს ვაწყობდით ხოლმე ახალგაზრდები, ფეხბურთელი ბიჭები ყავს, პროფესიონალი ფეხბურთელები ახალგაზრდურში და ტურნირებს ვაწყობდით, თასების ფულს ვაძლევდი, ეპატიჟებოდნენ მეგობრებს და ვიღაცები ეკლესიაში მოიყვანეს ასე. დარბაზებს ქირაობდნენ ხოლმე და უბანი უბანზე ჩემპიონატებს აწყობდნენ, ცხრილები ქონდა და ამას აკეთებდნენ იმისთვის, რომ ახალგაზრდები მოეყვანათ ეკლესიაში. ერთ ძალიან მაგარი ტრადიცია ქონდა. 100 თუ 150 დიდი ფორმატი ქონდა. გაბეჭდილი სხვადასხვა მუხლებით წმინდა წერილიდან და ამ ახალგაზრდებს გამოუფენდით ხოლმე თავისუფლების მეტროდან რუსთაველის მეტრომდე. რუსთაველის გამზირზე. ესე პლაკატებით ყოველ 2-3 მეტრში. იდგნენ ესე ახალგაზრდები და წარმოიდგინეთ ახლა რუსთაველის გამზირზე რომ ადამიანები გადიან და ინგლისურად და ქართულად და რუსულად გვეწერა ეს მუხლები სხვადასხვა. ვამთხოვდით ხოლმე ხან აღდგომას, ხან შობას, ხან რაღაცას და ადამიანები გადიოდნენ და ერთხელ ბელორუსიიდან ჟურნალისტები იყვნენ ჩამოსული და ინტერვიუები აიღეს და იღებდნენ ბელორუსიის ტელევიზიაში აჩვენეს ჩვენები და ჩვენთანაც აჩვენებდნენ რაღაც ახალ ამბებში, მოდიოდნენ ინდა და პოლიციელები მოდიოდნენ და ჩვენს უსაფრთხოებას იცავდნენ. წარმოგიდგენიათ, ეს ამ თავრობის პირობებში ვაპარაკე ამას. და ეს რამოდენიმე მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, გაბედულების მოპოვებას გვინდა და ყველაფერი, მაგრამ მთავარი მიზანი რა იყო? ქალაქისთვის სახარება გვეჩუქებინა, მოგვეძიებინა სულები და გადაგვერჩინა. აი მაკოს არაჩვეულებრივი იდეა ქონდა აბორტის საწინააღმდეგო აქციის გაკეთება. პერფორმანსი გავაკეთე და მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა ვიღაცა მოწერა, რომ მეო გადავიფიქრეო აბორტის გაკეთებაო და ჩემი შვილი დაიბადებაო და ძალიან გვიხარო და ადამიანების გადარჩენა, მოძიება და გადარჩენა. სუპერმარკეტებში ვიკრიბებოდით ხოლმე, ახალი იყო ქარვასლა აშენებული და ის გავაკეთეთ ჩვენ გოგოებს ზოგიერთი მოცეკვავების ბექგრაუნდი ქონდა და ფლეშმობი გავაკეთეთ, სადაც გადაღებულიც გვაქვს, მე გაჩვენებთ. ახლა არ ვიცი სადა. გადაღებული გვაქვს 50 თუ 70 ახალგაზრდა როგორ დგანან და უცებ იწყებენ ცეკვას სავაჭრო ცენტრში და მუსიკა ისმის და მთელი ამბავი და აუცი ყველაფერი ემსახურებოდა დაკარგულის მოძებნას და გადარჩენას. ანუ ეს ფოკუსი არ უნდა დაგვეკარგოს, მეგობრებო. ეს ჩვენთვის მაგალითია, იმიტომ რომ ჩვენ ამას წინათაც ვახსენეთ, ხო? ისე ერთობა კაცი მსახურებაში, ისე ერთობა კაცი განათლების მიღებაში, მე ვიცნობ ადამიანებს, მე წეღანაც ვახსენე, ხო, ჩვენ სანამ ჩაწერას დავიწყებდით, რომ თუ ადამიანმა არ მიუძღვნა საკუთარი თავი იესოს ტვირთის ზიდვას, როგორ შეიძლება სხვა ტვირთი კონდეს იესო ქრისტეს თუ არა დაკარგულის მოძებნა და გადარჩენა, რომ ამისთვის მოვიდა ამ დედამიწაზე და სხვა რა ტვირთი უნდა კონდეს იესო ქრისტეს. თუმცა ეს უმთავრესი მიზანი პატარ-პატარა დროებით მიზნებსაც მოიცავს თავისთავად ცხადია. ამისათვის ის ხან ჭასთან იდგა, ხან ვიღაცასთან სტუმრად შევიდა, მაგრამ ყველაფერი ამას ემსახურებოდა. ზაქესთან რომ შევიდა, მისი გადარჩენა უნდა და ჭასთან რომ შეერი დარჩა, იმ ქალის გადარჩენა უნდა და სამარიაში რომ წავიდა, სამარიის გადარჩენა უნდა და ლაზარესთან რომ მივიდა, ლაზარეს აღდგენა უნდა და რომ მისი მაგალითით სხვები გადაერჩინა. მიზანი ქონდა ერთი პულს რო ამრავლებდა წყალზე რო დადიოდა. მიზანი ქონდა ერთი ადამიანების გადარჩენა. და ჩვენ ახლა პიანინოს ვიყიდით, საგალობლებს ვიმღერებთ თუ ქველმოქმედებას გავაკეთებთ თუ მე რაღაცა სახლს დავიქირავებთ, სადაც ახალ ჩამოსული ქართველებისთვის თავშესაფარი გვექნება ერთთვიანი თუ ერთკვირიანი, რასაც ჩვენი შესაწირით დავიქირავებთ ამ სახლს და იმ ადამიანებს ქუჩაში დარჩენილებს თუ გასაკვალიანელებს მოვემსახურებით პირველი ეტაპი უქადაგებთ და მე გაუშვებთ იმისათვის რომ თავის მიზნები განახორციელოს. ყველაფერი ეს უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს, ვიპოვოთ დაკარგული და გადავარჩინოთ. და იესო ქრისტე ამაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ თავარი ეს არის. სანთელს არ ანთებენ იმისთვის, რომ მაგის ქვეშ შედგან. ჩვენ იმისთვის აშკაშდებით და იმისთვის ვითარდებით, რომ ჩვენმა შემხედვარე ადამიანებმა
დაინახონ ბნელში გამავალი ნათელი გზა, რომელიც არის ერთადერთი გზა და მიიყვანს იესო ქრისტეს მეშვეობით მამასთან. სხვათა შორის აი ჩემი ოცნება არის, რომ ჩვენ გქონდეს, დრო მოვა უფლისმადლი და წყალობით, ჩვენი შენობაც გვექნება ალბათ, მაგრამ მანამდე ხო ცოტა თუ მომრავლდებით და შესაწირი იმდენი გვექნება, რომ შევძლოთ 1-2-3000-იანი სახლის დაქირავება, სადაც 3-4 საძინებელი გვექნება და იქ 10-15 ადამიანის შეფარებას შევძლებთ. ქართველ სათვისტომოში უნდა იყოს ცნობილი, რომ თუ ვიღაცა ქუჩაში რჩება და დასაძინებელი არა აქვს, იქ შეიძლება მივიდეს და ღამე გაათენოს. მაგრამ იქ უნდა იყვნენ გამოწვრთნილი და ცხებული მსახურები 2-3 ადამიანი, რომელიც იქ ატმოსფეროს შექმნიან და საუზმითაც გამომასპინძლებიან, სიტყვასაც უქადაგებენ და რატო აკეთებენ ამ ყველაფერს, იმასაც ეთყვიან და ადამიანები იქ რომ მოვლენ, სულიერათაც მიიღებენ საკვებს, დუშსაც გადაივლებენ, ადამიანს დაემსგავსებიან, იმედი ჩაესახებათ, გავლენ მერე სამსახურის საძებნელად, რომ თავიანთი ცხოვრება ეს მაგარი რაღაცაა. მაგალითად კათოლიკური ეკლესია როცა მიდიოდა რომელიღაცა ქვეყანაში სამისიონეროდ, სამ რაღაცას აკეთებდა. ყველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება, საავადმყოფოები და სკოლა. და ამის მეშვეობით კათოლიციზმი გავრცელდა გაცილებით უფრო მეტ საზღვრებში, ვიდრე მართლმადიდებლობა. რომ მართლმადიდებლობა ძირითადად იმის მტკიცებით იყო დაკავებული, რომ ისინი იყვნენ მართლები და არა კათოლიციზმი. და კათოლიკეები აი ესეთ მისიონერულ სისტემას აკეთებდნენ და მე ჩვენ გამოვედით და ყველაფერი გავაპროტესტეთ. ეხლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უფრო მაგრები ვართ უფლის საქმეში. მისი სწავლება იყო ბუნებრივი. მაგალითი როგორი იყო? ის გასაგებ ენაზე საუბრობდა. აი ჩვენი მიზანი არ არის, მეგობრებო, რომ რაღაცა ძალიან სერიოზული თეოლოგიური ცოდნა წარმოვაჩინოთ. რაღაცა ქადაგების სკილებში განვითარდეთ, უნარჩვევებში და ვიყოთ პროფესიონალი მოლაპარაკეები. არა, ესეც ემსახურება იმას, რომ ადამიანები გადრჩნენ, ადამიანების ენაზე იყოს გასაგები. მე ხა მაგალითად აი რა მაქვს შემჩნეული, იცი, კახეთში თუ ჩავდივარ, ავტომატურად კახურ კილოკავზე ვუქცევ ხოლმე. სამეგრელოში თუ ჩავედი, რაღაცა მეგრული მემართება. იმერეთში თუ ჩავედი, რაღაცა იმერული კილოკავი მემართება. თუ გლეხს ველაპარაკები, ავტომატურად მომდის ხოლმე გლეხური რაღაცნაირი ყოფითი სიტყვები. თუ რაღაცა პარლამენტში შევედი, მარა ჯო გამომარჯოს, ეგრე არ ვლაპარაკობ ახლა, ხო? იქ ცოტა დახვეწილი ლიტერატურული ენით ვლაპარაკობ. ყველასათვის გასაგებები უნდა ვიყოთ. იესო ქრისტე იგავებით ლაპარაკობდა, იმიტომ რომ ამ ადამიანების წარმოსახვაში უნდოდა რომ რაღაც გაეკეთებინა. აი, რამდენი მაგალითი მომყავს ხოლმე მეც, ხო? აი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი დამოწმება, შენი სიტყვა იყოს მორგებული სიტუაციაზე, ადამიანების აღქმის უნარზე. ჩვენი მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ ჩვენ გაბედულები ვიყოთ და გაბედულად ვიქადაგოთ. ეს არ არის მთავარი მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რაღაცას რო ვილაპარაკებთ, მსმენელმა გაიგოს, სწორი დასკვნები გააკეთოს და გადარჩეს. ხო და შეიძლება ძალიან დალაგებულად ვერ ილაპარაკო, მაგრამ სულიწმინდა მოახერხოს ცხება და იმ ადამიანისთვის გასაგები იყოს და გადარჩეს ადამიანი და შეიძლება გამოხვიდე და ძალიან სერიოზული ტერმინები გამოიყენო, ღვთისმეტყველური, თეოლოგიური და შენმა მსმენელმა ვერაფერი ვერ გაიგოს და შედეგი არ დაიდოს. იესო ქრისტე გასაგებად ლაპარაკობდა ყველასთვის. შემდეგ, იგავების შემდეგ, ხო, მოწაფეებს ცოტა უფრო მეტ დროს უთმობდა რა. აი ნახეთ ჩვენ შემთხვევაშიც როგორ არის, კვირას ყველასთვის რაღაცა ღონისძიებას ვატარებთ, მაგრამ ერთმანეთთან უფრო მეტ დროს ვატარებთ, რომ ცოტა უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ რაღაცა მომენტებს. ადამიანს, რომელსაც გვერდზე დაიყენებ, ადამიანს, რომელსაც გამოზრდი შენი მსახურების და ჩვენ წეღან ვთქვით, რომ ყველა თქვენგანს უნდა ყავდეს თავისი პირადი მოწაფე, თავისი პირადი დამხმარე, რომ საჭიროების შემთხვევაში უცებ დაავალოს ის კონკრეტული საკითხები, ის კონკრეტული საჭიროებები მოაგვაროს. იმასთან მეტი დრო უნდა დაუთმო.
იმას უფრო მეტი დრო უნდა გამოუყო, მეტი საუბრები. იმასთან ერთად შეიძლება ონლაინ ლოცვები გქონდეს, შეიძლება ყოველდღე ერთი მუხლი გაუგზავნო. სულიერი მზრუნველობა უნდა იტვირთო მასზე. იესო ქრისტე ასევე მოწაფეებთან ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტად გასაგები რო ყოფილიყო, პრობლემების იდენტიფიცირებას ახდენდა. აი რა პრობლემა შეიძლება იყოს? აი მე თუ ეხლა თქვა დავაკვირდები და რაღაცა საკითხს დავინახავ, რომ გამოწვევა დგას ჩვენი ამ სახურთა ჯგუფში, ხო? იმაზე კი არ ვილაპარაკებ, რაც მე მომეპრიანება. როცა დანახულია პრობლემაზე უნდა ვილაპარაკოთ. და აი შეატყო ეთყობა მოწაფეებს რაღაცა, ხო? პეტრეს კონკრეტული კითხვები ჰქონდა, ზოგს ვალები ჰქონდა, ზოგს ბიზნესის მიტოვება მოუწია და ისინი არჩევანის წინაშე იდგნენ. ერთხელ იესო ქრისტემ პირდაპირ პეტრემ პირდაპირ დაუსვა იესო ქრისტეს კითხვა, აი ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და ჩვენ რა გვექნება? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ მათეს 19:23-25-ში იესო ქრისტემ კი უთხრა თავის მოწაფეებს, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ძნელია მდიდრისათვის ცათა სამეფოში შესვლა. კვლავაც გეტყვით თქვენ, აკლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ხუნჩი, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში. ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს, აბა ვიღას შეუძლია გადარჩენა. ნახეთ, რო გაუკვირდათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ საკითხისადმი არასწორი დამოკიდებულება ჰქონდათ, თორე ხო არ გაუკვირდებოდათ. ხო იტყოდათ, კი, აბა რა უფალო, ვიცით რა თქმა უნდა ეს ასეა. არა, გაუკვირდათ. შეიძლება სადღაცა მათ სიმდიდრეზე ორიენტირების პრობლემაც ჰქონდათ. იესო ქრისტე დაინახეს, აგერ სტატირებს იღებს თევზიდან, აგერ პურს ამრავლებს, ბიჭო რა მაგარია იესომ რო გაამრავლოს და ჩვენ რო ცხელი პური გავყიდოთ სოფელში. რა ფული შემოვა? და ნეტა პირდაპირ ფულის გამრავლება არ შეუძლია. რაღაცა ვითვალოთ. ხო რა იცი რა მოლოდინი აქვს რა. ახალი ამბავია რომ ეკლესიაში ჩვენც როდესაც მოვდივართ რაღაცა ეგოისტური რაღაცები გამოძრაობს, მაგრამ იესო ქრისტემ თქვა რომ თქვენთვის თავარი არის ცათა სამეფოში შესვლა და სამეფოში შესვლას სიმდიდრე ძალიან უშლის ხელს. და ვიღას შეუძლია გადარჩენა. ფაქტიურად იესოს სიტყვები მათ ისე გაიგეს, რომ ფაქტიურად თავარი იყო სიმდიდრის მოხვეჭა და სიმდიდრეს თუ მოიხვეჭ და ვეღარ შეხვალ, ვიღას შეძლებს იქ შესვლას მაშინ. სიმდიდრე ყველას უნდა. აი ეს დასკვნა გამოდის მათი ლაპარაკიდან. იესომ პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინათ. ისიც ასწავლა შემდეგ, ეხლა ჩვენი თემატიკა ეს არ არის, მაგრამ მე კარგად აუხსნა მოწაფეებს, რომ სიმდიდრეზე ვინც დებს იმედს, ამ ადამიანებისთვის შეუძლებელია სამეფოში შესვლა. ანუ სიმდიდრე შეიძლება გქონდეს ადამიანს, მაგრამ იმედი შენი უნდა იყოს ღმერთი. და ეს როგორ უნდა ისწავლოს ახლა? ეს პირად მაგალითზე უნდა ესწავლებინა იესო ქრისტეს მოწაფეებისთვის და შენი უანგარო დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ხას უსვამდა იესო ქრისტე ადამიანური ბუნების სისუსტეს. აი იოანეს 15:5-ში მან თქვა, რომ მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში რჩება და მე მასში, ის გამოიღებს ბევრ ნაყოფს. რადგან უჩემოთ ადამიანებს არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ეს ჩვენთვის გამამხნევებელიც უნდა იყოს, მეგობრებო. იმიტომ რომ იესო ქრისტე სრულყოფილი იყო და ჩვენ რომ მას მიუბაძავთ, ხო? ჩვენ ყველაფერი ისე არ გამოგვია, როგორც მას გამოდიოდა. შეცდომები ბევრი გვექნება. მაგრამ ამ შეცდომებისგან არსებობს გამოსავალი. შეცდომების აღიარება, ერთი ძალიან მიყვარს ხოლმე ერთი მაგალითის გახსენება. პირველი თუ არ ვცდები, პირველი ახალგაზრდული კონფერენციას ვატარებდით 2003 წელი უნდა ყოფილიყო ალბათ. და ერთი გოგონა მოვიდა. კრისტინა ქვია იმ გოგოს და აი ხანი არ დადიოდა ახალგაზრდზე რომ მივედი, საადა ხარ კრისტინა, მე უთხარი. რა ახალი თოვლივით და გვეკარგე მეთქი. მე მგონი მოყოლილი მაქვს ეს თქვენთვის და
ჯერო გვერდზე ეჭდა კიდე ვიღაცა და მოგეკითხაო ჯერო და იმანაც ჯერო მოგეკითხეო იქნება ფეხი მომწყდაო რა იყო და მე რაღაცა უკადრისა ესეთი პასუხი. ხო და მე ვუთხარი რა იყო ხალო რა გველებით იქბინები მეთქი და ესე დავტოვე სახთათ ეს ადამიანი და ამოვედი. სახში მივედი და მივხვდი რომ ეხლა მე მსახური ვარ, ახალგაზრდულის ხელმძღვანელი ვარ და ჩემი ესეთი ლაპარაკი ხა რა გველებით იქბინები ამ ადამიანს საერთოდ ვერ შეიძენს. მოყოლილი მაქვს მე მინდოდა რომ ფიქრობ ეხლა რომ შემაწუხა ამ ჩემმა პრობლემამ და ვფიქრობ რომ კაფეში ხო არ დავპატიჟო ნაყინზე რომ გადავფარო ეხლა ეს ჩემი შეცდომა და ვერაფრით ვერ ვეთანხმები მივხვდი რომ არასწორად მოვიკეცი და მაშინ ეხლა მობილურების ისეთი ხშირი არ იყო იმას არ გქონდა არ ვიცი მე მქონდა თუ არა ეგეთ მე კი მქონდა ხო მექნებოდა უკვე იმ დროს და გავიგე მისი სახლის ნომერი დაურეკე და ალო რომ მიპასუხა ქრისტინა მე ვარ მეთქი მე უთხარი და რა გნებავსო მითხრა გაფრაზებული ხმით და არასწორად მოვიქეცი მე უთხარი და მაპატიე და დაიწყო კივილი ყურმილის მეორე მხრიდან აუ შენ რა მაგარი ყოფილიყარ და მიყვარხარ და რაღაცეები და იქით-აქეთ და დაახლოებით 2 წლის მერე ჩემთან კაბინეტში შემოდის ადამიანი დახეული ჯინსებით რაღაცაი ატყლარწული ახლა ფსიქოლოგია და იუსტიციის იმაში მუშაობს პენიტენციარულ სისტემაში მუშაობს და კიდე სხვადასხვა უნივერსიტეტებში შემოვიდა გამარჯობა თომეო მარიამი ვარო ვინა ხარ მე უთხარი შვილო მეო ქრისტინეს დავარო ჩემი და გერმანიაშიაო და მითხრაო რომ ეკლესიაში გადავწყვიტეო სიარულიო რა ხო და იქ უსაც დავდივარ არ მომწონსო და ჩემმა დამოესე მითხრაო რომ მეო შენ გაგაცნობო ერთ კაცო ძალიან მაგარი კაციაო და იმის ეკლესიაში იარეო და აიო თქვენთან გავამაგზავნაო და ეს ის ქრისტინა იყო რომელსაც თავის დროზე ბოდიში მოუხადე გულწრფელად და დღემდე რო ჩამოდის ხოლმე გერმანიიდან გამოყოფს ხოლმე ერთ საათს დამიჯდება ანგარიშებს მაბარებს როგორ ცხოვრობს იქ რა გამოწვევების წინაშეა როგორ არის და რანაირად არის რაზე ვლაპარაკობ ამაზე ყველაფერზე იცი მეგობრებო ჩვენ მასავით სრულყოფილი არ ვართ შეცდომები მოგვივა მაგრამ გამოსავალი ამაში ხო არის სიწერფელე ჩვენ მოდით ნუ დავიწყებთ სრულყოფილი მოწაფეების როლის თამაშს აი ეს ნათამაშები წმინდანობა ხო ძალიან გამაღიზიანებელი არის ჩვენი ხალხისთვის ვისაც მემსახურებით ნურც იმის მოლოდინი გექნება რომ უშეცდომო იქნები და ადამიანები ახალთვალებულები იქნებიან შენი სულიერებით და ნურც ის დაგავიწყდება რომ შეცდომის ერთადერთი გამოსწორების გზა არის დანახვა, აღიარება და ბოდიშის მოხდა თუ საჭიროა. და ეს წლების განმავლობაში ეფექტს მოიტანს შენს მსახურებაში. შენ როგორც ლიდერმა პირველმა უნდა აჩვენოს სიწერფელის, უკან დახევის და თამდაბლობის მაგალითი ადამიანებს. იესო ქრისტემ ფეხები რო დაბანა მოწაფეებს ხო შენ გუბანო ფეხებსო და აი მე გამხმარ ხეებს ნედლირტო აი ასე გექცევით თქვენ უფალს და მოძღვარს მიწოდებთ და თუ მე ასე თამდაბლურად გექცევით თქვენ მით უმეტეს გემართებთ თამდაბლობა და ერთმანეთის მომსახურება ეუბნება იესო ქრისტე პეტრეს ხო აი წარმოიდგინეთ ეს გოგო რომ მოვიდა მე ეკლესიაში იცით რა გააკეთა ამან 3 თუ 4 ლიდერი მყავდა საკვირაო სკოლაში მინდოდა ბავშვთა გუნდის განვითარება არ ქონდა მაშინ ბავშვთა გუნდი ეკლესიაში აი ეს დაფლეთილი ჯინსებით რომ მოვიდა ნახევრად ქვეყნიურად გამოპრანჭულ გადაპრანჭული წარმოუდგენლად ხო აი დამუნა კი იცნობს სიკლაური მარიამ თუსიაშვილს ის მოვიდა გახდა ნაწილი მსახურების და ის იყო ვინც წამოწია შექმნა მან გაართვა თავი ეკლესიაში დაბერებულმა ადამიანებმა ვერ გაართვეს თავი და იმან ჩამოაყალიბა ბავშვთა გუნდი პირველად ეკლესიაში და დღემდე ეს გუნდი ოპერირებს იმიტომ რომ მე დისკები ჩაწერეს კლიპები იღეს პირველი არხიდან მოვიდნენ და
მის ბავშვებს კლიპი გადაუღეს. იმდენად ცნობილი გახდა. როიდო ეხლა YouTube-ზე და იმაზე და ალბომები ჩაწერეს და დღემდე მისი გამოწვრთნილი და წამოწეული ბავშვები აგრძელებენ საქმეს. ის უკვე ეხლა ეკლესიაში აღარდადის ფაქტიურად. პერიოდულად მირეკავს ხოლმე და მეუბნება რომ არ მოვიწყდება გურო ჩემთვის რაც გააკეთე, როგორ რა გავაკეთე, არაფერი განსაკუთრებული, მე იმას ვაკეთებდი, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ რაზე მინდა იცით ხაზი გაუსვა. რა იქნებოდა რომ მისი დისთვის მე ბოდიში არ მომეხადა. აი ეს ამხელა მსახურება, რასაც ქვია ბავშვთა ქებადიდების გუნდი, ნუ ალბათ უფალი რაღაცას გააკეთებდა, მაგრამ ნუ უფალმა ინება და მისი ხელით გააკეთა. მანამდე 1 2 3 4 5 ადამიანი მყავდა, რომელმაც ეს ვერ გააკეთეს. ძიებაში ვიყავ. აი მაინც და მაინც ამან გააკეთა. რა იქნებოდა რომ მე ჩემი შეცდომა არ ამეღიარებინა, უკან არ დამეხია, თავი არ დამემდაბლებინა და ბოდიში არ მომეხადა. ის ადამიანი მე საიმედო მსახურად არ ჩამთვლი და თავის დას არ ურჩევდა რომ მოსულიყო ჩემთან ეკლესიაში და შესაბამისად მარტო ის ხო არ არის რომ შემსახურებას მაინც გააკეთებ და შეუცვლელი ადამიანები არ არიან. იმ ადამიანს რატომ უნდა დაკარგოდა ეს შესაძლებლობა რომ ეს მსახურება გაეწია. და ეს შედეგი დაედო. ისიც ხო ლერწია და მასაც ხო ჭირდება შედეგების მოტანა უფლისთვის. აი მეგობრებო, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მასავით სრულყოფილნი არ ვართ. გასაღები არის ჩვენი სიწყფელე და თამდაბლობა, აღიარება და უკან დახევა. არ უნდა დავაზიანოთ ჩვენი პროცესი. სწავლება, რომელიც ცხოვრებაში პრაქტიკულად არ ინერგება, უნაყოფოა, მაგრამ თუ შენ აი ამ ყველაფერს, რასაც ხედავ, რასაც სწავლობ, შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგავ, თუნდაც ძალიან უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეს, ხო? ეს აუცილებლად ნაყოფებს მოიტანს. აი ერთი მაგალითი ახლა მოგიღებთ. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ზოგისთვის ხო, შენი უკან დახევის უნარი, შენი წრფელად თავის დამდაბლების უნარი იქნება. ნიშანი, რომ შენს ეკლესიაში უნდა იაროს. შენი გუნდის ნაწილი უნდა გახდეს და არა ის, რომ შენ ოქსფორდის თეოლოგიური ის დამთავრებული ინსტიტუტი და ძალიან მაგარი მეტყველების უნარები გაქვს და ძალიან მაგრად ასწავლი და ძალიან მაგარ პრეზენტაციებს აკეთებ. არაფერი არ იქნება ეს ადამიანებისთვის. მშრალი იქნება, თუ ჩვენ რეალურად თავს არ დავემდაბლებთ და აი იმ წერილებს, იმ ლოცვას, იმ უკან დახევას ჩვენ ცხოვრებაში არ დავნერგავთ მიძღვნას და ადამიანების ერთგულებას, ჩვენს მსახურებას არ ექნება არც ძალა, არც ჩვენს პირად მაგალითებს ექნება ძალა და საბოლოო ჯამში ფუჭი ფაციფუცი გამოგვივა. მაგრამ ეკლესიას, გუნდს, ბირთვს, მსახურთა გუნდს ზრდის პირადი მაგალითის ძალა, პირადი შემართება, თამდაბლობა და სიწრფელე. უფალმა გაკურთხოთ მეგობრებო. სანამ ეხლა ძალიან შემოგაწვათ ძილი, დავამთავრებ. კითხვები ხო არა გაქვთ რამე? ან კომენტარები? არა. ყველაფერი ძალიან ისე ახსნილი რაღა კითხვა უნდა ამას. ვეთანხმებთ, კასე. აი, თამას მოუწერია კი ვიცნობო. ამას წინათ ამას ეხა დავასტოპებ ეს მოუჩე და მე გაგიზიარებ კიდე ერთ რაღაცას და რეკორდინგი როგორ უნდა დავამთავრო, სადა? მე არ შემიძლია დამთავრებაში, ხარ ეს ადმინი. მანდა რეკორდ არ აწერია? მე ვარ ადმინი. რა ვიდავეძებნა? რეკორდინგ ზემოთ სულ როგორ ერთი და იგივე